დღეს გვინდა ვისაუბროთ მომავლის საქართველოზე. ჩვენი წარმოდგენით როგორი იქნება მომავლის გაბრწყინებული საქართველო? ჩვენ მომავალი გვაქვს. მომავალი გვაქვს და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ დავსხედით და ვიფიქრეთ როგორი შეიძლება იყოს მაგალითად საქართველო 50 წლის შემდეგ. ამაზე ვიფიქრეთ. 100. საწყისი დავიწყოთ 50 წლის შემდეგ უკვე. და ვერაფერი საერთოდ ცუდი ვერ წარმოვიდგინეთ, იმიტომ რომ მხოლოდ კარგი შეიძლება მოხდეს. ხო, ჩვენ ხო ზოდიაქოთი ოპტიმისტები ვართ. ხო, ნუ აი რა. მოკლედ დღეს ვსაუბრობთ გაბრწყინებულ საქართველოზე. ანუ სადღაც 50-100 წლის შემდეგ საქართველო არის გაბრწყინებული. ოღონდ მიზეზი ოღონდ არა იმიტომ რომ მაგალითად რაღაც ეკონომიკაში რაღაც საოცარ ფორმულას მივაგენით ქართველებმა და სოფლიო ეკონომიკა გლობალურად დავიბყარით. არა, არც აღმოვაჩინეთ მაგალითად რაიმე სიმდიდრე ან ნავთობი, ან ოქრო, ან გაზი რაღაც და ამიტომ გავხდით ყველაზე გაბრწყინებული ქვეყანა. არა, ყველაზე გაბრწყინებული ქვეყანა გავხდით რატომ? ქართველებმა მოიგონეს მეცნიერებმა დროში მოგზაურობის მანქანა და ალე კველისაშვილი ამოგზაურეს დროში. ჩაიყვანეს ის ერეკლე მეფესთან კრწანისის ბრძოლის დროს თავისი დეშეკათი ალეკომ სიზმარი აიხდინა დახოცა სუყველა ერეკლე მეფის წინ ირბინა ამ დეშეკათი დახოცა მტერი და იმის შემდეგ საქართველოს ისტორია შეიცვალა და საქართველო არის გაბრწყინებული. ხო, იმიტომ რომ ის ომი რომ მოიგეს მე მიყვნენ და გაბრწყინდა და საქართველო გახდა იმპერია. ხო, და ანუ ოღონდ გაგრძელებაც ესეთია რა, ეს დროც ხო ბრწყინვალედ გვაქვს გამოვლილი ყველაფერი და ამ დროს თელავში დგას ერთი ძეგლი, სადაც მეფე ერეკლე ცხენზეა შემომჯდარი და გვერდით მეორე ძეგლი, სადაც ალეკო დეშეკათი დგას და ხოსასტე. მოკლედ, აი ესეთი წარმოდგენები შეგვექმნა ჩვენ რატომღაც. კი, ძალიან კარგი წარმოდგენებია და განმოვითაროთ ახლა ეს. ეხლა შეგვიძლია განმოვითაროთ. კიდე ოცნებაში წავედი რომ და აუცილებლად ეგრე მოხდებოდა რომ ჩვენ არა მარტო შევინარჩუნეთ ჩვენი ტერიტორიები, სხვა ტერიტორიების დავიბყარით თუ ხარკი დავაკისრეთ თუ რა ისტორია შევცვალეთ. რუსეთს ერთ ჩვენი გუბერნია გახდა. აჰ, რა, ეს დაახლოებით რომელი წლისთვის იყოს, მოდი. 2000-ში გინდა. მალევე. 2123. კი ბატონო, რუსეთი ჩვენი იმპერიის გუბერნია გახდა. კიდე ხო, თერთგალეულები რუსებსაც ყავთ, ხო იცი? მართლა? ხო, ოღონდ აქეთ გადმოდიან ისინი. და ისინი ამით ამბავში არის. კიდე რა, აბა ოცნებებში წავედით რა. კიდე მაგალითად საქართველო იმდენად დიდი იმპერია გახდა, ანუ წარმოიდგინე საქართველო არის ანუ საერთაშორისო ენა არის ქართული. ვახ, რა კაი. საქართველო არის აი როგორც ამერიკა როა ისეთი. ყველა ოცნებობს რომ საქართველოში ჩამოვიდეს. და იყოს აქ, მაგრამ აქ ისეთი მოხვედრა არ არის ადვილი საქართველოში ესე ყველას კი არ უშვებთ მე ჩვენ. ამიტომ აი როგორც ამერიკაში green card-აა ეხლა, ისე გვექნება ჩვენ იგივე წარმატებით გვაქვს ჩვენს green card-ის მსგავსით უბრალოდ ეხლა ჩვენ შავი კარტა გვექნება რა თქმა უნდა, black card-ი და ხო და მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ქართულად უნდა ჩამოსვლა და ნუ რა თქმა უნდა როგორც ამერიკას აქვს აქ საელჩო, ისე გვაქვს ჩვენ იქ საკონსულო საელჩო და იქ ამოწმებენ ამერიკელებს უნდა გამოუშვენ აქ თუ არა და კონსული არის მეგრელი. და ამერიკელებს უწმებენ შანსი არ არის. აქ რო ამერიკელებს ატყუებენ ეგრე კი არ არის. მეგრელ კონსულს ვერ მოატყუეთ. იმან იცის ვინ უნდა შემოუშვას ქვეყანაში და ვინ არა? და ამერიკელები ჩალიშობენ green card აიღონ საქართველოს. ხო, რა ჩამოვიდნენ რა. ოჯახი. ხო, ავსებ აპლიკაციას საქართველოში ჩამოხვიდ. კიდევ ჰოლივუდის რამე კარგი ფილმი რო გამო ჰოლივუდი რჩება მაინც რა ეხლა დავტოვოთ. ჰოლივუდის რამე კარგი ფილმი მოდი და რუსები არ მიდიან ჯერ კინოში, იმიტომ რომ ელოდებიან ქართულად როდის დაიდება, რომ კარგი ნათარგმნი ნახონ. ეს არ მოგწონთ? კიდე ოსკარის მაგნივრად გვექნება ოქროს ოთარი. ოჰო. შვენიერი მოკლედ. აუ და რომ მიიღება. ვანიკოს მომავლის საქართველოში რუსებს ძალიან გადაგვთ საქმე. ეს საიდან მოვიდა იცი ხა ეს აზრი? ანუ ეთქობა twin-ში ფიქრობდი ხა რომ მსახიობია ხო იოცნებობდა იმაზე რომ ოსკარი მიიღო, ხო? მერე გადაწყვიტა რომ ბიჭო ნამეტანი ისეთი ოცნება ოსკარს არ მივიღებ ანარაო და გადაწყვიტა რომ საქართველოს აქვე მოვიტანე ხო? ოქროს ოთარი მაინც რო აიღო, ხო ეგ. ხო, და არ ვიცი რა. და წარმოიდგინე აქ რო აიღებენ ოქროს ოთარს და რომ მადლობას რომ უხდიან, რომ მადლობა ჩემ შვილებს, მადლობა მშობლებს და ასე შემდეგ. კაი, მე მომწონს. შვენიერი ამბავია ძმაო, რა გინდა? მომავლის მე უკვე ჰოლივუდი იქნება წნეთი. საქართველოს ქვეყანაში რეები მოხდება. შიგნით ქვეყნის შიგნით ეხლა გავიგეთ რომ სოფლიო იქა დავიბყარით და ქართულ ენაზე საუბრობს ყველა, მაგრამ საქართველოში ას ფიქრობ როგორი იქნება?
საქართველოში რა მოხდება? შენი აზრით, აი როგორი იქნება ამბავი? ნუ აი მე მაგალითად გონია რომ ძველ ბიჭებს მინიჭებული ექნებათ კულტურული მემკვიდრეობა. შეიძლება ეგეც. არა? იმიტომ რომ გადაშენების პირას იქნებიან ეხლა და როგორია ბა? წარმოიდგინე და ანუ ხო აღარ არსებობს როგორც დინოზავრები რო გადაშენდნენ რა, ესე ძველი ბიჭებიც გადაშენდებიან, 1-2 იქნება და უფრთხილდებით როგორც ეს თეთრი ვეფხვები რო არის. უფრთხილდები და National Geographic-ი რო ჩამოდის რომ ანახოს ბოლო ძველი ბიჭი როგორია და რომ ლაპარაკოს რომ აი მე რაღაცა შევინარჩუნე დარჩი ერთადერთი ინდიელები ვით იქნებიან რა. რეზერვაცია. ხო და თან იქნება აუცილებლად რა იცი მუზეუმი. მუზეუმი სადაც არის ძველი ბიჭების თქვა აი რომ დადიხარ და რომ ხედავ რომ ისინი ცუვის ფიგურები ვით რო არიან ბოლო ძველი ბიჭები ესე რო არიან ბენდენა გესმის და აი რაღაც ეგრე რა და თან იქნება რა იცი ესეთი აი ცუვის ფიგურასავით იქნება ჩასაგდები იქნება მონეტის რა და ესეთი ქურდი იქნება ჩააგდებ მონეტას და ის გეტყვის იქიდან რომ არ არის შენი საქციელი და ესეთი იქნება დაანთორე გაჩერდა. ანუ ჩვენ ხო ამას უნდა მოვუთხილდეთ ახლა 100 წლის მერე არის რაღაცა მაგაში არის რა. ეხლა მასე ნინძებიც ოდესღაც ხო, აი როგორც სამურაები რა, იგივე პონტი. მაგრამ ეხლა ხო მთელი ეს არის რა. კი, ასე რომ მოვუთხილდეთ მათ. კიდე რას ფიქრობ, იცი, როგორ იქნება საქართველო ეხლა მაგ დროისთვის? თბილისი აღარ იქნება დედაქალაქი. აბა რა მოუვა? იქნება. უბრალოდ როგორც ქალაქი, მაგრამ დედაქალაქი იქნება ხაშური. ერთი ცენტრია, ხო, საქართველოს ცენტრია. ხო, ეგრე უწევს რა. ხო, ეგრე უწევს. ხაშური იქნება დედაქალაქი და თბილისი იქნება პროვინცია. წარმოიდგინე და აი ხაშურში. აუ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია ვიღაცეები. ხო, და წარმოიდგინე ხაშურილები რო ამობენ ხოლმე აღდგომებზე რო გაუსწორდებათ რა, მთელი თბილისელები ცდილობენ ხაშურში ჩავიდნენ, გაიგე და რაღაცა თბილისური ლაპარაკი იქნება სოფლური ლაპარაკი, როგორც თვითონ ამობენ პროვინციალური, აუ აი ყველაზე მაგარია რომ იტყვის ადამიანი შეიძლება რომ არის სოფლური ლაპარაკი. ხაშურლები იტყვიან ხოლმე რომ მოვიდეს კაცო ეს აღდგომა რომ დაიცალოს ეს ჩვენი ქალაქია თბილისელებისგან. გამომავალ. მაგრამ მოიცა მე მაინც კაცს ესტაფონელი ვარ მნიშვნელობა არ აქვს. აუ შენ ყველა განლაგებაში ეგრე გიწევს ხო? რომელიღაც იქაც მოვარტყათ დედაქალაქი ერთი ზესტაფონში და იქნება რა. არა მე იმაზე ვკაიფობ თბილისი რო პროვინცია იქნება და ვაკე რო იქნება რაღაცა აი ორღობესავით. არ ვიცი ეგეთი მომავლის საქართველოს ცოტა ძნელი წარმოსადგენია არის მაგრამ შეგვიძლია რომ დავუთ რაღაცნაირად შეგვიძლია აი წარმოიდგინე დედაქალაქი თუ არის ხაშური პარლამენტიც სადღაც იქ არის სურამში მაგალითად ან რიკოთზე ხო რიკოთზე პარლამენტი არის რიკოთზე და პარლამენტის წინ რიკოთზე იმართება აქციები მაგალითად როგორი აქციები მომავლის საქართველოა და ესეთი აქციები იმართება რომ უყურე რა ხდება მომავლის საქართველოა პარლამენტი არის რიკოთზე და ქართული მარში მართავს აქციას ძალიან ისეთ უმცირეს შრომაში არიან რა და მართავენ აქციას რა თავის აქციას ეს ადამიანები მართავენ და ამ დროს LGBT თემი არბევს მიდიან და მისდევენ და არბევენ არის ლოზუნგები შეძახილები იძახიან რომ კაცო სახში რაც უნდა ისქნან უნდა ჩოხა ჩაიცვან და უნდა ნაბადი გაიკეთონ ჩვენას გვაყურებინებენ ან კიდე შენ სახში თუ უნდა ხანჯლება მოგებულებმა ირბინონ ანუ აცრებზე იქნება 55% იქნება აცრილი ეს 2100 წლის 2100 წლისთვის კი და კომენდანტი იქნება 12 პირველი საათამდე გადაწეული. ეგრე მოუწევს მე. პირველად შესაძლებელია. ხო, ის კომენდა კიდე იქნება. ხო იცი 2100 წელია. ვიღაცეები 2021-ში ავიცარით და ის კომენდა კიდე არიან და ამბობენ რა. აი დაგაკვირდებით, ეხლა ნახავ რასიზმს რა. რამე მე ავიცე. და წერილოვანი მაინც იქნება კომენდანტისა. ხო, აი მაგ დროს რა იქნება ძმაო ილონ მასკი მე ესე წარმომიდგენია რომ ანუ ილონ მასკი კი არა უკვე ძალიან დიდი კამ. ხო, ილონ მაიკ პერიოდია რა, ილონ მასკი უკვე ანაწილებს მიწებს დანაწილებული აქვს მიწები. ილონ მასკს უკვე სადღაც 2050-ში დანაწილებული აქვს მიწები მარსზე და ჩვენ საუკეთესო მიწა გვაქვს უკვე იქ. მარსზე გვაქვს ყველაზე კარგი მიწა გვაქვს ქართველებს. იმიტომ რომ ილონ მასკი ამ მიწებს რო ურიგებდა დედამიწელებს რა, მაგასთანაც დავაგვიანეთ და რა თავისთვის ყველაზე კარგი ქონდა შემონახული ჩვენ მოგცა ღმერთმა დავკითხოთ საუკეთესო მიწა. ილონ მასკი ვინ არის ეხლა? ასე რომ ქართველებმა რო გაამართლა მეორეჯერაც წაიღო. დავამუღამეთ ეგ მაგრამ მოგწონს. სადაც მივდივართ, ვაგვიანებთ ყველგან რა. მაგრამ დაახლოებით ასეთი ჩვენ სამს დაახლოებით ასეთი წარმოგვიდგენია მომავლის საქართველოს ნებული თუ როგორი წარმოგიდგენიათ თქვენ ძირფასოდელი მაყურებლებო მიწერეთ ვანიკოს პირად ნომერზე აუცილებლად ჩვენ ყველა წარმოდგენას სანამ ოცხალია სანამ ცოცხალი ვარ მე მოვწერეთ მოვასწარეთ ამით ჩვენი პირველი ნაწილი არ დასრულებულა დასასრულს მივახლო და ჩვენ საინტერესო ტელეფონის ზარი გვექნება ხო ნიკო ნახოთ რამდენად საინტერესო იქნება მცდელობა გვაქვს ძალიან საინტერესო ტელეფონია საინტერესო თუ ზარი აი ობიექტი ვისაც ურეკავთ ჩვენ ვაპირებთ დაურეკოთ კოსმოსის პლანეტების განლაგების და მათი
აქტიერთ დამოკიდებულების მამას ატაშეს ბატონ მიხეილ საგარელს. ვაუ. აურეკოთ ბატონ მიშას. შეგახსენეთ რომ თამაშდება Porsche ბოლო გამოშვების და ნახოთ თუ აიღებს აბონენტი. გამარჯობა ნიკა, იცით რა არის თქვენ? ნამდვილად დაიმსახურა. დიდი შენ პასუხი იქიდან თორე ჩაგვივარდა გადაცემაში. მე ხო ალო. ალო. ბატონო მიხეილ, სულ დროს ხომ არ გირეკავთ? არა, გისმენთ რომ არის. გამარჯობა. მე თქვენი გულშემატკივარი, თქვენი თაყვანისმცემელი და როგორ გითხრათ, თქვენი უცნობი მეგობარი. 25 წლამდე იქნება, რაც მე ჩემი დღეს, ყოველ დღეს თქვენს მიერ შედგენილი ჰოროსკოპით ხელმძღვანელობ და როგორ გითხრათ, ზედმიწევნით ზუსტად ყველაფერი ისე ლაგდებოდა ყოველ დღე, როგორც თქვენ გეწერათ. აი, ბოლო ერთი კვირა მაქვს საშინელი პრობლემა. მე მოვისმინე ბოლო თქვენი აი ეს რადიოთი გამოსვლა, სადაც ყურუებზე ისაუბრეთ, თქვენ გააკეთეთ რჩევები და გავყევი ამ რჩევებს და აბსოლუტურად ამერია ყველაფერი. ჩემი მეგობარიც ასევე, რომელიც თქვენი დიდი თაყვანისმცემელია, მან გამაცნო მე ეს ამბავი, მე ვარ ყურო, ის არის კირჩხიბი. და მე ვიხელმძღვანელე ყუროსთვის მიცემული რჩევებით, მან იხელმძღვანელა კირჩხიბისთვის მიცემული რჩევებით, მაგრამ აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ყველაფერი. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ხომ არ შეიძლება რომ აგერიათ ორი ნიშანი ერთმანეთში და ყუროზე წაიკითხეთ კირჩხიბის კვირა და კირჩხიბზე უბრალოდ მექანიკური შეცდომა ხომ არ იყო? არა, ჩემო მე ეგეთი რაღაცები არ მერევა. თუ ეს აერია თქვენ რადიოთი თუ მოусმინეთ, ეს ფორტუნაში მოусმინეთ. დიახ. თუ ფორტუნას აერია რამე, ეგ მე არ ვიცი. დიახ, მე მესმის, რასაც ამბობთ. მე მესმის, უბრალოდ ერთი პრობლემა იყო კიდევ რომ დიდად სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ აზარტული თამაშების მოყვარული არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ რჩევა იყო ესეთი რომ წარმატებული დღე გაგვთ და დღეს როგორც ბიზნესი, ასევე თუ ცდით ნებისმიერ აი საქმეში ბედს, თქვენ აუცილებლად წარმატებული დღე გექნებათ. ავიღე თანხა, შევარდი კაზინოში და პრისას იქ ამბავი მოხდა ბატონო მიხეილ. ანუ ითამაშე დიახ. რაღაც იმაში? როგორც ყურო, როგორც კონკრეტულ მაისში დაბადებული მივედი კონკრეტული რჩევით, ვითამაშე და თანხა წავაგე. არავით არის წარმატება, მე იქ არ მინახავს. მაგრამ იქ ეწერა რომ საუკეთესო კვირა აზარტული თამაშებისთვის. ყუროსთვის კაცო? ხო და აიმიტომ ფიქრობ, მეც ხომ არ იყო თხისთვის და ხომ არ აგვერია ყუროში. არის აზარტული. ეს რომ მეთქვია ლომისთვის ან ვერძისთვის კიდე მესმის დაუშვათ, მაგრამ ყურო და აზარტული თამაშები არა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გიხართ ბატონო მიხეილ, პირველ რიგში რომ ამდენი დრო არ მეგონა თუ ესე გულითადად გამესაუბრებ. არა, იმიტომ რომ ხა მე შევწუხდი გასო. არა, როგორ გეკადრებათ? არა, როგორ გეკადრებათ? იყოს რაღაცა წაგებაში და ეგეთ მდგომარეობაში ვიხდი და ამიტომაც ცოტა ვცდილობ რომ რაღაცა ვიცი რა, მაგრამ 1000-ნაირ რაღაცებს მაწერენ მე. აი ახლა ფეიკებია უამრავი, იგივე დავუშვათ ამ იმაში, რა ქვია, ინტერნეტში. ერთი 5 ფეიკი მაინც არის ჩემი პორტრეტით. აი ამასთან მქონდა საქმე. კავშირი არ მაქვს საერთოდ. ბატონო მიშა, მაშინ დაგემშვიდობებით ბოდიში და მადლობა უდიდესი რომ ამდენი ამხელა დრო დაგვითმეთ და აუცილებლად გადმოგირეკავთ ეთერს გარეთ. მეგობრობა, პატივისცემა, აუცილებლად ჩვენთან სტუმრადაც გეპატიჟებით, რომ ერთად ვიხუმროთ ძალიან საინტერესო და ნაკლებად სახუმარო თემებზე, მაგრამ შეგვიძლია ერთად ვიხუმროთ. მეგობრობა, პატივისცემა აქედან. მოკლედ ამით ჩვენი პირველი ნაწილი ამოიწურა, თუმცა გადაცემა არ დასრულებულა. ჩვენ წინ ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო სახალისო ამბები გოლდება. ჩვენ უმაგრეს სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. მალე